მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლოვეებით კვლავ და რა თქმა უნდა, ტრადიციულად დავიწყოთ ეროვნული ვალუტის კურსით, ლარის კურსით, რომელიც კვლავ გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, კვლავ ხედავთ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციას ამ წლში, რაც რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური პროგნოზირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული ბიზნესისთვის და იმ დროს კიდევ ერთხელ, როცა ყოველთვის საქმეში თხოვნე, როცა გლობალურად турბულენტურ გარემოში ჩვენ გვიწევს ცხოვრება საკმაოდ რთულია გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებების პროგნოზირება, ამ კუთხით ბუნებრივია მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ერთის მხრივ და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის ძალიან სწორ პოლიტიკას ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში ამ სტაბილურობას გრძნობთ, ეს სტაბილურობა არის სახეზე და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია პროგნოზირებადი გადაწყვეტილებების მიღება, სხვა შორის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ დაუბრუნდებით, ვინაიდან დღეს მოგვიწევს ფართოდ საუბარი ჩვენს რუბრიკაში გამორჩეულად, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის მდგრადობაზე, თუმცა მანამდე კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელიც უკავშირდება სწორედ საქართველოსა და სერბეთის ბორიკ თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის სახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა ქალაქ ბელგრადში, სერბეთში, საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი სერბეთის შიდა საგარეო ვაჭრობის მინისტრი. შეხვედრაზე ცხადია, ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე, ისევე როგორც ცხადია იმ მეგობრულ ურთიერთობაზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ უნდა დაგვაუწყდეს, რომ გასული წლის ბოლოს სერბეთში ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყავილაშვილი იმყოფებოდა სერბეთში და ძალიან მალევე შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ქალბატონი მარიამ ქრუიშვილის ვიზიტი. მქონდა საშუალება სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში ყოფილიყავი სერბეთში, სადაც ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა შეხვედრებზე თავისუფალი ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს არის ვითარება და ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა და ეს სამუშაო პირველი რაუნდი სწორედ ამ სამუშაო მიმართულებით იქნება ძალიან წარმატებული და უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაფორმებთ, ჩვენ და სერბეთი გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს რაც შეეხებოდა სწორედ ამ ნაწილს, ბუნებრივია აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, ერთის მხრივ DCFTA, ასევე განსაკუთრებით ხაზგასმული უნდა აღვნიშნო ევროკავშირთან, მეორე მხრივ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე DST-ის წევრ სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ასევე თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ფაქტურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტინენტზე ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აი ამ დონეზე, ამ მასშტაბის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და ეს ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სამაყო ნაწილია საქართველოსთვის, გახსნილი ვაჭრობა, დივერსიფიცირებული ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად ვითარდებოდეს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე თავისუფალ ვაჭრობაზე და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ამ შემთხვევაში ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკაზე, ვგონია რომ ეს არის იმპორტის ხარჯზე მაინც და მაინც, მაგრამ პირიქით ჩვენ წინა რუბრიკებში, მათ შორის ამ კვირის მინიმუმ ორ რუბრიკაში ვსაუბრობთ სწორედ ექსპორტის მაჩვენებლებზე და ჩვენ ვხედავთ, რომ იანვარ-აპრილის მაჩვენებლით როგორ გაზრდილია და სარეკორდოდ არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი საერთო ნაწილში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები ამავდროულად, ვინაიდან ადგილობრივი ექსპორტს აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სწორედ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გატანას გულისხმობს საერთაშორისო ბაზრებზე და მართლაც თავისუფალი ვაჭრობის ყოველი დამატებით შეთანხმება მე დარწმუნებული ვარ, დამატებით შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისათვის. ახლა კი კვლავ მინდა ფინანსურ ნაწილს, საფინანსო სექტორს დაუბრუნდე და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით, რომ გუშინ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი
გამორჩეული და ნამდვილად განსაკუთრებულად გამორჩეული და ასევე ერთ-ერთი მასშტაბური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. თემა შეეხებოდა საქართველოს საბანკო სექტორს, საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას, გამოწვევებს და ახალ შესაძლებლობებს. ეკონომიკური ფორუმის წლის მესამე დისკუსია იყო ეს, ჩვენ ეკონომიკური ფორუმის შესახებ ვისაუბრეთ და ამავდროულად ეს იყო საერთო ჯამში ეკონომიკური ფორუმის 3 წელიწად განმავლობაში დაახლოებით ორგანიზებული 29 დისკუსია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებულად მზარდია და დაინტერესება ეკონომიკური ფორუმისადმი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. თქვენ კადრებში ხედავდით ასევე აუდიტორიის საკმაოდ ფართო სურათს, 120-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, შეიძლება ასე ითქვას, ეკონომიკური ფორუმის გუშინდელ ღონისძიებას, სადაც ბუნებრივია ვსჯელობდით საბანკო სექტორის გამოწვევებზე. სპიკერები ამ შემთხვევაში პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ ქალბატონი ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბატონი არჩილ გაჩეჩილაძე, ლაიონ ფაინანს ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი და ბატონი დავით ზღუდაძე, Mastercard-ის სომხეთსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე დისკუსიაში, ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო, ანალიტიკური და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტიდან, თემატური კომიტეტების ხელმძღვანელები, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფინანსის სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან, მისის მოადგილეობის დონეზე იყვნენ წარმოდგენილები. რა თქმა უნდა, კერძო სექტორი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, ისევე როგორც აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფართო ჩართულობით საფინანსო სექტორის განხილვა, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორის მდგრადობას. ცხადია, საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა ამ მიმართულებით, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა შემთხვევაში არსებობს საინტერესო საკითხები, თუ როგორ ხდება, თუ როგორი ტიპის შეხედულება, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, ერთის მხრივ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, მეორეს მხრივ კომერციული ბანკების მხრიდან, საბანკო ასოციაციის მხრიდან, მოკლედ ამ კუთხით დისკუსია მართლაც საინტერესო იყო, ისევე როგორც საუბრობდით საქართველოს შემთხვევაში იმ პერსპექტივებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენს რუბრიკაში ხშირად საუბრობთ ტურბულენტურ გარემოზე მსოფლიოში, ანუ იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, ამ ჭრილში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ასევე იმ პოტენციურ რისკებზე, რომელიც შესაძლებელია იყოს დაკავშირებული საქართველოს საფინანსო სექტორთან. ძალიან საინტერესო იყო ამ კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებები იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. მოკლედ ჩვენ ამ ნაწილს მივყვებით უფრო დეტალურად და მინდა რომ ფორუმის სრული მიმოხილვა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში და პირველ რიგში მინდა რომ მოусმინოთ სპიკერების შეფასებას და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ ფორუმის მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სწორედ კაპიტან ნათია თურნავას მინდა მოусმინოთ კაპიტან ნათია თურნავას პირველ შეფასებას მინდა მოусმინოთ. ძალიან კარგი ფორმატია, ტრადიციული ფორმატი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკის გამტარებლები დარგში და დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ. დღეს ეს ეძღვნებოდა საბანკო სექტორს, ჩვენ როგორც რეგულატორი აქტიურად მონაწილეობთ, რასაკვირველია. ბევრი იყო სასაუბრო, განსაკუთრებით ხაზი გაუსვით ჩვენ იმას, რომ ჩვენი საბანკო სექტორი მიუხედავად ყველა გამოწვევისა არის ძალიან მდგრადი, ყველა შოკის მიმართ მომზადებული არის და ბევრი პარამეტრი
პარამეტრით კონკურენტულია და უსწრებს კიდევაც წამყვანი ევროპული ქვეყნების უფრო დიდი ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო ინსტიტუციებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ნდობა, რასაც წლების განმავლობაში მოსახლეობა და ბიზნესი ავლენს ჩვენი ბანკების მიმართ. ჩვენი დეპოზიტების მოცულობა სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე, უკვე 70 მილიარდ ლარს აღწევს და რაც მნიშვნელოვანია, აქედან 25-30% ეს არის არარეზიდენტები, ანუ უცხო პირები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც თავის დანაზოგებს ასევე ჩვენ ქართულ საბანკო სისტემას ანდობენ. განსაკუთრებით იზრდება ლარის მიმართ ნდობა, ლარის დეპოზიტების ზრდა სისტემაში არის ძალიან მაღალი და ესეც მნიშვნელოვანი გამოვლენაა როგორც ჩვენი პოლიტიკის, ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკის, ასევე ბანკების კარგი მუშაობის. დიახ, მართლა ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა ქალბატონმა ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მან ხაზი გაუსვა ლარიზაციის ნაწილს და ბუნებრივია იმისთვის, რომ ლარიზაცია იყოს წარმატებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ეროვნული ვალუტისადმი ნდობა იყოს მაღალი. ეროვნული ვალუტისადმი მაღალ ნდობას უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად განაპირობებს სწორედ ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი და ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ როგორი სტაბილურია ეროვნული ვალუტის კურსი, სხვა შორის ქალბატონმა ნათიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა და ცალსახად არის ეროვნული ბანკის დამსახურება, ლარისადმი ნდობა და ეროვნული ბანკის ესეთი სწორი ქმედებების შედეგი, მაგრამ რა თქმა უნდა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით სწორი მუშაობა კომერციული ბანკების. აქ ვერ უნდა გავიწყოს, რომ კომერციული ბანკების მთავარი ზედამხედველი მარეგულირებელი არის ეროვნული ბანკი, კვლავ მივდივართ სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკამდე. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, თუ ჩვენ დავაკვირდებით სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური турბულენციის დროს ძირითადი დარტყმა ხდება ხოლმე სწორედ ლარის კურსთან დაკავშირებულ ტენდენციებზე, სწორედ პანიკის შექმნა ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში ხდება ხოლმე ლარის კურსიდან გამომდინარე იქიდან რომ მოსახლეობისთვის საკმაოდ სენსიტიური საკითხია, ემოციური საკითხია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებული თემები და სწორედ პირველ დარტყმას ასე ვთქვათ ეროვნულ ვალუტას აყენებენ ხოლმე სამწუხაროდ და ჩვენ იმ პერიოდში როდესაც турბულენცია იყო ყოველთვის ვამბობთ რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები და არა რაიმე სხვა. რა თქმა უნდა ეროვნულ ვალუტაზე ყოველთვის მოქმედებს მოლოდინები, ეროვნულ ვალუტაზე ყოველთვის მოქმედებს განწყობები, ცხადია ამ კუთხით, მაგრამ მთავარი ჯამში არის სწორედ ფუნდამენტური ფაქტორების ზემოქმედება და სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ვალუტის კურსის турბულენცია გამოწვეული იყოს არა ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ გარკვეული ტიპის მოლოდინებით, გარკვეული ტიპის პანიკური ნაწილით, რომელიც ყოველთვის გადავლადია და ამ დროს ყიდვა-გაყიდვა კურსთან დაკავშირებით ცხადია, ლარის როგორც ტერმინი ესეც ჟარგონით ამბობენ გადოლარება ან ასე შემდეგ ყოველთვის დანაკარგებს იწვევს ხოლმე ამ შემთხვევაში და ჯობს ეროვნული ბანკის სწორ პოლიტიკას მივყვეთ და ვხედავთ კიდევ ერთხელ რომ არაფერი არ ემუქრება არც ჩვენ ფინანსურ სტაბილურობას, არც ეროვნულ ვალუტას. ამ ჭრილში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სწორედ გლობალური ფინანსური ვითარებიდან გამომდინარეც არსებულ ტენდენციებზე და არსებული ტენდენციებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს და ცხადია ამ კუთხით სრულად გრძნობენ არსებულ ვითარებას და არ აქვს მოსახლეობას არანაირი საფუძველი პანიკის ან შეშფოთების ამ ნაწილში ვითარება სრულად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ამ კუთხითაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ რეფინანსირების განაკვეთის ძალიან მცირედი 0.25%-ული პუნქტით მომატებასთან დაკავშირებით, რაც ასევე გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე აიხსნა და აბსოლუტურად სწორი ზედმიწევნით ზუსტი ახსნა იყო ამ ჭრილში და ცხადია ეროვნული ბანკი მათ შორის რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით ვითარებას დააკვირდება. მართლაც ფანტასტიკური შედეგებია ლარიზაციის, რომელიც ეხლა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, მართლაც საოცრად არის ნდობა გაზრდილი და ის რაც ქალბატონმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნათიამ ახსენა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ დეპოზიტებში ადამიანები ენდობიან ამ შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას, ანუ მათ არ აქვთ შიში მომავლის ლარის კურსთან დაკავშირებით. ცხადია, ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ბატონი არჩილ გაჩეჩილაძის შეფასება Lion Finance ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი არჩილი ყოველთვის გამოირჩევა ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო შეხედულებებით საბანკო სისტემის არა მარტო არსებული ვითარების შეფასებაზე არამედ მომავლის ხედვასთან დაკავშირებით და ჩვენ მისი ხედვის შედეგები ასევე არაერთხელ ვნახეთ სწორედ წარმატების ჭრილში და ამ კუთხითაც ახლა მნიშვნელოვანია სწორედ ბატონი არჩილის შეფასება მოვისმინოთ, რომელიც სწორედ ჩვენი გუშინდელი დისკუსიის დასრულების შემდგომ გააკეთა. ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა საბანკო სექტორთან მიმართებაში, სადაც იყო წარმოდგენილი როგორც რეგულატორი, ასევე ბანკი და ასევე საგადასახადო სისტემის წარმომადგენელი, Mastercard-ის წარმომადგენელი და შესაბამისად სხვადასხვა პერსპექტივა იყო წარმოდგენილი, რაც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ერთ-ერთი დინამიური და განვითარებადი სექტორია და განსაკუთრებული მთელი რეგიონის მასშტაბით. თვითონ ფორუმი მეტად და მეტად იძენს მნიშვნელობას, ვინაიდან დამსწრე საზოგადოებაც უფრო ფართოვდება და შესაბამისად სხვადასხვა სექტორის მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვა ხდება. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ბატონი არჩილი აღნიშნავს სექტორის მნიშვნელობას, სექტორის გაფართოებას და ამ შემთხვევაში ცხადია სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სექტორის. მართლა ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი არჩილის შეფასება ამ ნაწილში, რომ ფორუმი მართლაც უფრო და უფრო მეტად ფართოვდება, ყოველ შემდგომ ღონისძიებაზე უფრო და უფრო მეტია მსურველი ფორუმზე დასწრების და ჩართულობის და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ კუთხით საქართველოს ბანკის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველივე დღიდან, როცა ვსაუბრობ 29 ფორუმზე, 29 ფორუმის მხარდამჭერი იყო სწორედ საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ძალიან საინტერესოდ არის დღეს უკვე წარმოდგენილი, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნავს, ბოლო პერიოდის შედეგები საქართველოს ბანკის შთამბეჭდავია. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ სომხეთში ამერია ბანკის შეძენის შემდგომ და სულ ცოტა ხნის წინ უკვე FTSE 100-ში ლონდონის Stock Exchange ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 100-ში წამყვან კომპანიაში მოხვედრის შემდგომ საქართველოს ბანკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის არის გლობალური მოთამაშე, არა მხოლოდ რეგიონული, სხვა შორის დღეს გუშინდელ ფორუმზე ვახსენე ტერმინი რეგიონული, უბრალოდ გლობალური და ბატონო არჩილმა შემისწორა რეგიონული, მაგრამ მე ნამდვილად ვთვლი, რომ საქართველოს შემთხვევაში არის გლობალური მოთამაშე, ვინაიდან ჩვენ თულ ჩვენგან ძალიან გვიხარია ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენა ქართული კომპანიის FTSE 100-ში თან, ამ შემთხვევაში სამი ქართული კომპანია წარმოდგენილი და ერთი FTSE 100-ში ამოხდილი, რაც მართლაც ფანტასტიკური შთამბეჭდავი შედეგია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საქართველოს ცნობადობას ბიზნეს წრეებში, ფინანსურ სექტორში, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის, ასე ვთქვათ, ჩვენს საინვესტიციო გარემოს და როგორც ბატონი არჩილი ხშირად აღნიშნავს, ხომ და შემთხვევაში აღნიშნა ეს ფორუმზეც ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ საქართველოს ბანკისთვის ან Lion Finance გრუპისთვის, არამედ ეს არის სწორედ ქვეყნისთვის და მართლაც ეს ნაწილია. როცა ჩვენ საუბრობთ საბანკო სისტემაზე, ბუნებრივია მნიშვნელოვანი ამ კუთხით ასევე მოვისმინოთ ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის პოზიცია, სხვა შორის ბატონი ალექსანდრე ძნელაძე სულ ცოტა ხნის წინ იყო აქ Business Insider-ში ჩვენი სტუმარი, სადაც სწორედ საფინანსო სისტემის შესახებ საუბრობდით. ძალიან საინტერესო იყო მისი გამოსვლა, მისი შეფასებები, მათ შორის მომხმარებლების გაზრდილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთია საბანკო სექტორის განვითარება, მაგრამ მეორეა, რომ განვითარების კვალდაკვალ მომხმარებლებს ურჩდება სულ უფრო და უფრო მეტი სურვილი, ხომ, სხვადასხვა ტიპის მომსახურება მიიღონ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და ამ კუთხით ჩვენ ხედავთ ამ შემთხვევაში საქართველოს საბანკო სისტემის ცვლილებას. არსებობს გარკვეული რისკები, მაგალითად, რომელიც დაასახელა ბატონმა არჩილმა, მაგალითად, დაკავშირებული კიბერუსაფრთხოებასთან მიმართებაში და ამ კუთხით სხვა შორის საქართველოს საბანკო ასოციაცია გამორჩეულად ძლიერია და ამ კუთხით გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობს ასოციაცია ამ საკითხებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ბატონი ალექსანდრე ძნელაძის შეფასება. ფორუმი ეხებოდა საბანკო სექტორის გამოწვევებს და იმ პერსპექტივებს, რა მიმართულებით განვითარდება, აღნიშნული ფორუმი ტარდება და სისტემატიური ხასიათი აქვს სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის მუდმივად იმართებოდეს აღნიშნული დისკუსიები და ეს პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას, რომ მარეგულირებლის და კომერციული სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს
დისკუსია ასევე იმ გამოწვევებთან მიმართებაში და იმ პერსპექტივებთან მიმართებაში მუდმივად მოხდეს არა მხოლოდ ბიზნეს წრეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ ზოგადად ინფორმაციული წყარო, ერთ-ერთი ინფორმაციული წყარო იყოს ესეც. წარმატებებს უსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია, რომ ესეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე ამ ფორუმმა. ბატონი ალექსანდრეც როგორც აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემატიური ხასიათი გქონდეს ამ დისკუსიებს, ამას ემსახურება ფორუმის საქმიანობაც და ამ კუთხით მართლაც მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობა, მართლაც შესანიშნავი პარტნიორები არიან ამ ჭრილში, კიდევ ერთხელ ბევრი მიმართულებით, რომელიც საბანკო სექტორს შეეხება, სწორედ საქართველოში არის საბანკო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ამ კუთხით ყველა კერძო ბანკს, ამ კუთხით არსებულ კომერციულ ბანკს, ამ კუთხით არსებულ ვითარებას და მათი რჩევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს ბატონი ალექსანდრეც საუბრობდა იმ გამოწვევებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემას აქვს. ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ფორუმის ჩვენ შემთხვევაში ფორუმის დისკუსიებზე წარმოდგენილი იყო ბატონი დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში, ბატონმა არჩილმაც აღნიშნა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ქონდა იგივე Mastercard-ის ჩართულობა, ზოგადად საგადახდო სისტემებზე საუბარს, უნაღდო ანგარიშწორების თემაზე საუბარს და უნაღდო ანგარიშწორებაზე როდესაც ჩვენ საუბრობთ, აქაც ფანტასტიკური დინამიკაა საქართველოში, სწორედ საბარათე გადახდებთან დაკავშირებით და მართლაც გამორჩეულია ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა. მე ვიტყვი პირდაპირ მათ შორის მეზობლებთან შედარებით და არა მხოლოდ საქართველოს სახელდება ამ კუთხით ძალიან წამყვან ქვეყნების გვერდით ამ კუთხით არსებულ შედეგებთან დაკავშირებით. Mastercard-ს აქვს მართლაც გამორჩეული როლი ამ ჭრილში და საკმაოდ საინტერესო იყო ბატონი დავითის შეფასება. ბატონი დავითი თავის მხრივ ყოველთვის ჩართულია აქტიურად ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებში და ახლა უკვე მას ჰქონდა ძალიან საინტერესო მოსაზრებები როგორც პანელის სპიკერს და ჩვენ შეგვიძლია აქაც მოვისმინოთ ბატონი დავითის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ფორუმში მონაწილეობა, რადგან ყოველთვის მიდის ღია საუბარი უფრო პრობლემებზე ხდება ფოკუსირება ვიდრე წარმატებაზე და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის რომ ესეთ ფორმატში მივიღო მონაწილეობა როგორც მომხსენებელი და ყოველთვის არ მოტივირებული ხოლმე რომ როდესაც ხდება ამ ფორუმზე სხვადასხვა ტიპის დისკუსიების გამართვა როგორც მონაწილე ასევე მონაწილეობა მივიღო. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ხაბად ჩამოყალიბებაში. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით ასევე საფინანსო მიმართულებით, რადგან ეს ორი მიმართულება არის ძირითადი გამწევი ძალა საქართველოში. შესაბამისად ჩვენ Mastercard-ი ვცდილობს რომ ეს რეგიონალური ხაბი უკვე არის, ჩვენ ვფარავთ ცენტრალური აზიის და გალფის ქვეყნებს და ძირითადად ტექნოლოგიური მიმართულებით და ვხედავთ დიდ პოტენციალს, რადგან იგივე საერთაშორისო ბევრი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს უყურებს როგორც ალტერნატიულ ხაბს, როგორც ეს მაგალითად შეიძლება იყოს დუბაის ალტერნატივა, ამსტერდამის, ბერლინის ან ლონდონის და თუ მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები და სექტორი ბევრად უფრო გახსნილი იქნება, დარწმუნებული ვარ ესეთი მსხვილი კომპანიები როგორც არის Mastercard-ი კიდევ უფრო დიდ ფოკუსს მოახდენს საქართველოსზე და შესაბამისად ძალიან დიდ პოტენციალს მისცემს ქვეყანას განვითარებისთვის. დიახ, სექტორის გახსნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონულ ხაბად ფორმირების ჭრილში. გარკვეულწილად ვართ რეგიონული ხაბი, აღნიშნავს ბატონი დავითი, მნიშვნელოვანია რომ სწორედ ალტერნატიულ ცენტრად ვყალიბდებოდეთ სულ უფრო და უფრო მეტად ამ კუთხით Mastercard-ი მართლაც გამორჩეულად მუშაობს. ფინანსური და ტექნოლოგიური ხაბის ნაწილი, ასეც ბატონი დავითი აღნიშნავს და მართლაც ძალიან დიდია ამ კუთხით Mastercard-ის წვლილი და როლი. ჩვენ ვხედავთ მათ საქმიანობას, ისინი საქართველოსთან ფარავენ ასევე არაერთ მიმართულებას და ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის და მართლაც მადლობა მინდა გადაუხადო Mastercard-ს აი ასეთი ჩართულობისთვის ამ ნაწილში და ბატონი დავითი აღნიშნავს რომ საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ასევე რაც ვითარებას კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სწორედ საქართველოს პარლამენტიდან მთავარი კანონმდებლები ესწრებოდნენ
ჩვენს დისკუსიას და მათ შორის, რა თქმა უნდა, გამორჩეულად მინდა აღვნიშნო როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი კვიჟინაძე, ისე რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი შოთა ბერეკაშვილი და ბატონი შოთა მინდა აღვნიშნო, რომ ფორუმის დისკუსიების მუდმივი მონაწილეა, მისი აზრები ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ყოველთვის, ის ყოველთვის გამოირჩევა მისი რეფორმატორული შეხედულებებით და დღევანდელ ფორუმზეც მათ შორის ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეფასება ვითარების და როცა ჩვენ საუბრობთ სწორედ საკანონმდებლო მიმართულებაზე, მნიშვნელოვანია ასევე ბატონი შოთა ბერეკაშვილის შეფასებას მოვისმინოთ. უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმი იყო დღეს და მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული სექტორია, ერთ-ერთი თანამედროვე და მოწინავე სექტორია. ეს ის სექტორია, რომელიც თავისუფლად კონკურენციაში შევა ევროპის კავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკას ძალიან ძლიერი საფუძველი და დასაყრდენი აქვს პირველ რიგში და ჩვენ როდესაც საუბრობთ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე, ამ შემთხვევაში, რომელიც არის ეკონომიკის წინა ხაზი, სწორედ ამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი და საყრდენი არის საქართველოს საბანკო სექტორი და უაღრესად დიდი წარმატება იყო ასევე საქართველოს საბანკო სექტორისთვის, როდესაც საქართველოს ბანკი FTSE 100-ში ასეულში მოხვდა და 100 საუკეთესო კომპანიას შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ბანკი. ზოგადად ასეთ ფორუმებს ნამდვილად მივესალმები, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დისკუსია, ერთი მხრივ იყო დისკუსია რეგულატორსა და საქართველოში ყველაზე დიდ ბანკს შორის, თუ როგორ შეიძლება საერთო ჯამში სერვისების კიდევ უფრო განვითარება, როგორ შეიძლება კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი და საუკეთესო საბანკო პროცენტის განაკვეთი. ახ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი, როგორც ბატონი შოთა აღნიშნავს და აქ არის სწორედ მნიშვნელოვანი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს კონკურენცია, კიდევ უფრო მეტი დისკუსია იყოს რეგულატორსა და თუნდაც წამყვან ბანკს შორის და ამ კუთხით ბატონი შოთა ხაზს უსვავს სწორედ აი ამ დისკუსიების საჭიროებას და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მხრიდან აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ კუთხით და კიდევ ერთხელ ბატონი შოთას მუდმივი ჩართულობა ჩვენს დისკუსიებში, საკმაოდ აქტიური ჩართულობა და ყოველთვის ძალიან სწორი საინტერესო ხედვების წარდგენა, რომელიც მართლაც ეხმარება დისკუსიას და რა თქმა უნდა საბოლოო შედეგებს. ცხადია, როცა ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო კერძო ანალიტიკური და აკადემიური სექტორის ჩართულობაზე აუცილებლად უნდა დაგვაუწყოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე იყო წარმოდგენილი ჩვენს დისკუსიაზე, ბატონი გიორგი კაკაურიძე, ბატონი მიხეილ დუნდუა. ბატონი მიხეილი ასევე იყო ბიზნეს ინსაიდერში აქ ჩვენი სტუმარი, ჩვენს პლატფორმებზე. ბატონი მიხეილი არაერთხელ იყო ჩვენი სტუმარი, ისე როგორც ბატონი გიორგი კაკაურიძე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიალოგის ყოველთვის არსებობა და კიდევ ერთხელ ფორუმის ფორმატში, როცა საფინანსო სისტემის გრადობაზე ვსაუბრობთ, ცხადია ფინანსთა სამინისტროს ჩართულობის, ღრმა ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენ შეგვიძლია ბატონი მიხეილ დუნდუას შეფასება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასება მოვისმინოთ ამ ნაწილში. საბანკო სექტორის მდგრადობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის მოწოდების სიმაღლეზე. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს ის სწორ პოლიტიკას, როგორც მონეტარულს, ისე მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, ანუ წინახედულების პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს ფინანსური სტაბილურობის ასპექტებს, ასევე საზრდამხედველო პოლიტიკის გამართულებას, ასე რომ რეალურად ეკონომიკური ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი არის საქართველოში კარგად გადაწყვეტილი. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ფინანსური სტაბილურობა, ამ კუთხით ეროვნული ბანკის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი ამ დონეზე არის უზრუნველყოფილი. ბატონი მიხეილი ასევე ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებში მუდმივად მონაწილეობს და ყოველთვის მზად არის, ასე ვთქვათ, აი ამ ჩართულობის და აი ამ დისკუსიის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად. ასევე, როგორც აღნიშნე, ესწრებოდნენ
დისკუსიას ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მსხვილი, მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები, მათი შეფასებაც ასევე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიძლება ასე ვთქვას, წლებია ბიზნესმენთა ნაწილი რეგულარულად მონაწილეობს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებში, სწორედ 3 წელიწადზე მეტია და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაწილეს ჩვენს ჩვენი ფორუმის და ძალიან ჩართულ ადამიანს ყოველთვის ფორუმის საქმიანობაში ბატონ დავით ბირმანს მინდა მოусმინოთ მარკეტერს კომპანია როამინგოს დამფუძნებლებს მოვისმინოთ სწორედ ეს შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პლატფორმის არსებობა, სადაც ბანკი, რეგულატორი, საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთთან საუბრობენ. ძალიან ღია დისკუსია იყო და ძალიან საინტერესო მოსასმენი. მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ფორმატები იყოს უფრო ხელმისაწვდომი სხვა ბანკებისთვისაც, მათაც კონდეთ სურვილი და შესაძლებლობა რომ მონაწილეობდნენ და აზრი კიდევ უფრო ფართედ გაიშალოს, ასე ვთქვათ. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის ჩართულობაზე, საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა თითოეული ბიზნესის მდგრადობას უზრუნველყოფს და გარანტია, ასე ვთქვათ, თითოეული მდგრადობისთვის ცხადია ყველა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას. ხედავდით ასევე ბატონ დავითის შეფასებას, ბატონ დავითს აქვს ასევე მრავალწლიანი არ ვიცი რამდენი წლიანი, ბევრწლიანი სტაჟი საქართველოს საბანკო სექტორში საქმიანობის უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება ბატონ დავითთან ერთად აქ ბიზნეს ინსაიდერში მიმოვიხილოთ ზოგადად ბიზნეს გარემო არსებული ვითარება ამ წელს და კვლავ მინდა პარლამენტს დაუბრუნდე და ბოლო ასე ვთქვათ კომენტარი და შეფასება შემოხტავოთ როგორც უკვე აღვნიშნე არა მხოლოდ თემატური კომიტეტების ხელმძღვანელები, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელები მონაწილეობენ, არამედ მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფი ევროპული სოციალისტების ლიდერი ბატონი ილია ინჯია მონაწილეობდა, ასევე ბატონი ლადო ბოჟაძე იყო წარმოდგენილი ჩვენს დისკუსიაზე და კიდევ ერთხელ მიუხედავად ასე ვთქვათ სხვადასხვა კუთხის შეხედულებას ეკონომიკის მოწყობაზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ინკლუზიური დისკუსია და ჩვენ შეგვიძლია ბატონი ილია ინჯიას შეფასებას მოვისმინოთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო დღეს. საბანკო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ სფეროში ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ყველა ის თემა, რომელსაც დღეს შევეხეთ, არის დიდი წარმატების ერთობლივი მუშაობის შედეგი, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო რეგულაციის და ეროვნული ბანკის, რა თქმა უნდა. ჩვენ დიდი იმედით უყურებთ კიდევ უფრო განვითარებას ამ ბანკების დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იყო ხაზი გასმული შევედარეთ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც, აზიურ ქვეყანასაც და აღმოჩნდა რომ არის ისეთი პროდუქტები და ისეთი მიმართულებები, რომლებიც ჩვენთან ბევრად უფრო განვითარებულია და ალბათ ეს ის ერთობლივი პროგრესია და შედეგია და პროდუქტია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ამ ბოლო წლების განმავლობაში. წარმატებას უსურვებ ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ დიდ ერთობლივ პროდუქტს ჩვენ ჭკვიანურად ერთმანეთის გასაზიარებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მართლაც გამორჩეულია ბატონ ილიას შეფასება იმ წელშიც რომ აღნიშნა რომ ძალიან ბევრი პროდუქტია რომელიც მათ შორის წამყვან ქვეყნებზე საბანკო პროდუქტი რომელიც წამყვან ქვეყნებზე კიდევ უფრო უკეთესად აქვს საქართველოს დანერგილი და ეს სწორედ საქართველოს საბანკო სისტემის გამართული მდგრადობის შედეგი და იმ მიღწევების შედეგი რომელიც საქართველოს საბანკო სისტემას აქვს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ყველა ეს საკითხი განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 29 წლის მესამე და ჯამში 29 დისკუსიის ფარგლებში ასევე მინდა შეგახსენოთ რომ საქართველოს ეკონომიკური ფორუმი არის ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში და ამ კუთხით ერთადერთი პლატფორმა რომელიც აერთიანებს დისკუსიებს და აორგანიზებს დისკუსიებს ორგანიზებას უწევს ზუსტად რო ვთქვათ დისკუსიებს სახელმწიფო კერძო ანალიტიკურ აკადემიურ სექტორს შორის უკვე 3 წელიწადზე მეტია და
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ფორუმი შეიქმნა ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით და მემჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და რაც შეეხება კერძო სექტორის მხრიდან მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მთავარი გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და განსაკუთრებით მადლიერი ვარ საქართველოს ბანკის, ვინაიდან პირველივე დღიდან, როდესაც არსებობდა იდეა ეკონომიკური ფორუმის შექმნის, სახელმწიფო კერძო ანალიტიკური აკადემიური სექტორის დისკუსიების, მაღალი რანგის დისკუსიების ადგილის ფორუმების, საქართველოს ბანკი იყო პირველი და უპირობო მხარდამჭერი ამ იდეის, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო Coca-Cola-ს ჩვენს პარტნიორს, რომელიც არის არა მხოლოდ Business Insider-ის პარტნიორი აქ მაესტროზე და არა მხოლოდ ჩვენს ყველა პლატფორმაზე შეიძლება ასე ითქვას, არამედ არის ეკონომიკური ფორუმის მხარდამჭერი, ისევე როგორც კომპანია Chelsea, ასევე მინდა აღვნიშნო ELTE ჯგუფი, მინდა აღვნიშნო საქართველოს საბანკო ასოციაცია, რომელიც ამ კონკრეტულ ფორუმის მხარდამჭერი იყო, თურქეთის ავიახაზები, ასევე მოკლედ ეკონომიკური ფორუმის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გაფართოებას თან ახლავს მისი დამატებითი მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თულ მათგანს მინდა ჩართულობისთვის და აი ამ ფორუმის ორგანიზებისთვის უკვე ჩემი მხრიდან გადაუხადო მათ მადლობა სპიკერებმა და დამსწრე საზოგადოებამ თავად აღნიშნეს თუ რა მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო და სწორედ აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას უჭერენ მხარს ჩვენი პარტნიორები. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია. მე უკვე ხვალ დაგიბრუნდებით, უკვე ჩვენი ამ შემთხვევაში სპორტული, უფრო ზუსტად კი საფეხბურთო რუბრიკით დროებით.